ვახ, შენ გენაცვალე ძმაო, ასე რა გიხდეს ყველაფერი. ეს ვიდეო თამაშის მსვლელობის დროს დავიწყე. და რას ხედავს ჩვენი თვალები? 55 წუთზე ალისონ ბეკერმა ტრამვა მიიღო და მის ნაცვლად ქართველი სუპერვარსკვლავი გიორგი მამარდაშვილი შემოვიდა. ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ოფიციალურად შედგა. ამას დავამატებ იმას, რომ რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენ ფეხბურთელის ტრამვა და ცუდად ყოფნა არ გაგვიხარდება. ჩვენ, რაც გვეკუთვნის, ის უნდა მივიღოთ გენაცვალე. გიორგი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა. მისი ამჟამინდელი ღირებულება 45 მილიონია. წარმოიდგინე პროფესორო, რა სასია მონოფაქტია, ახლა ვსაუბრობდი თამაშის მიმდინარეობისას, ამაზე რომ რატომ არ არის გიორგი ძირითად შემადგენლობაში თქო და დღეს აქვს მას დებიუტი, ახლა შუა შეხვედრაში შემოვიდა. მეტის ღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი.